2025 წლის 15 იანვრიდან არჩევნებში ბარიერ გადალახულმა ოპოზიციურმა კოალიციებმა განაახლეს ყოველდღიური სამუშაო შეხვედრები, ისინი დახრულ კარს მიღმა ფორმატში ხვდებიან და როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მედიასთან საუბრისას განაცხადეს, დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა იქნება მიმდინარე პროცესების შეფასება და ასევე საერთო სამოქმედო გეგმისათვის შესაბამისი დოკუმენტის მომზადება, რის შემდეგაც გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლების მხრიდან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს დოკუმენტი და ეს გეგმა შემუშავებული იქნება მათივე განცხადებით საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად და ასევე მათივე თქმით შეხვედრა უკვე იყო სალომე ზურაბიშვილთან და მათთანაც გაიარეს კონკრეტული საკითხები თუ როგორი იქნება პოლიტიკური კამპანია, რომელსაც ეს 4 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია წარმართავს მომდევნო პერიოდის განმავლობაში. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით საუბარი არ იქნება, არანაირი შარლ მიშელ ორზე და ოპოზიციური პარტიები არ შევლენ პარლამენტში, რომელსაც ისინი აცხადებენ არალეგიტიმურად, მათივე განცხადებით ერთადერთი რაზეც შეიძლება მოლაპარაკებები წარიმართოს ქართულ ოცნებასთან და მის მმართველთან, ბიძინა ივანიშვილთან არის მხოლოდ და მხოლოდ უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა თავისი ტექნიკური საკითხებით. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ასევე ისაუბრეს ბოლო დღეებში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებითაც, მათ შორის გუშინდელ ფაქტებთან დაკავშირებით, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატები თავს დაესხნენ ოპოზიციონერ ლიდერს გიორგი გახარიას და ასევე ზვიად ქორიძეს, მათი განცხადებით ეს არის ქართული ოცნების მხრიდან ბოლო წლებში წახალისებული ძალადობისა და მათივე თქმით ეგრეთ წოდებული ქუჩური მენტალიტეტის დანერგვის შედეგი. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადება. პროდასავლური ოპოზიცია ერთობლივად კოორდინირებულად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად მუშაობთ მთავარ ძირითად საკითხებზე. ეს არის ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და შესაბამისი სწრაფი პოლიტიკური გადაწყვეტილებები ინსტიტუტებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, მთავარი საწყისი წერტილი ცვლილებებისთვის იქნება პოლიტიკური ნება და კრიზისის მიერ გამოწვეული იძულება ქართული ოცნების და ივანიშვილისა, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები. სხვა მხრივ ჩვენ მათთან რაიმე ტიპის საპარლამენტო, საკომიტეტო რეფორმების ჯგუფში ჩართულობას არ ვაპირებთ. ქართულ ოცნებას დღეს თუ არა ხოლმე აუცილებლად მოუწევს ახალ არჩევნებზე დათანხმდეს. ეს სწორედ იმ სანქციებით პროტესტის ფონზე მოხდება, რაც ქუჩაში ვხედავთ უკვე 55 დღეზე მეტია. შესაბამისად ეს გეგმა უნდა იყოს ჩვენი მხრიდან მზად, რომ ქართულ ოცნებას აღარ ჰქონდეს სხვა გამოსავალი. დოკუმენტი მოიცავს ახალი არჩევნების სტრატეგიას, მეთოდს როგორ უნდა ჩატარდეს, იქნება ეს კვლავაც ელექტრონული არჩევნები, თუ იქნება ძველი სტილით ჩატარებული, რა კანონები უნდა გაუქმდეს, რომელიც ქართულმა ოცნებამ ძალაუფლების გასამყარებლად მიიღო თავის დროზე. შესაბამისად ჩვენ ყველა სტრატეგია უნდა განვიხილოთ იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ახალი არჩევნები მიიღწევა იმ ზეწოლით, რომელიც საგარეო პოლიტიკიდან ხორციელდება, ჩვენი საგარეო მეგობრები, პარტნიორები, რომლებიც სანქციებს აწესებენ ქართული ოცნების მიმართ და ეს ყოველდღიურად იზრდება და ჩვენ ხედავთ მათ დამოკიდებულებას, გუშინ იპიპ-მაც მიიღო რეზოლუცია არ აღიარების, ანუ საევროპის სახალხო პარტიამ ეს მსგავსი რეზოლუციები მიიღება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან, კიდევ დამატებით სრული სოლიდარობა ზვიად ქორიძეს და გიორგი გახარიას. ამ ძალადობის სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. თუ მაგალითად ჩემ შემთხვევაში ეს იყო კონკრეტულად დაქირავებული გაუგებარი ადამიანი, შემდგომ ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული, რომელიც თავს დამესხა რაღაცა ეგრეთ წოდებული ატვიორკით, ამ შემთხვევაში უკვე როგორც ჩანს ეს ჯგუფებიც აღარ ემორჩილებიან და პირდაპირ პოლიტიკოსები გადადიან უკვე ფიზიკურ ანგარიშსწორებებზე. ეს ნიშნავს, რომ ისინი არიან სუსტები და ისინი ცდილობენ ამით რამენაირად ძალა აჩვენონ. ჯერჯერობით უცნობია საერთო სამოქმედო გეგმის შესახებ სპეციალური დოკუმენტის დეტალები, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით ეს სამოქმედო გეგმა ძირითადად შეეხება მიმდინარე პროცესებში ოპოზიციური პარტიების საერთო პოზიციონირებას, ასევე საგარეო მიმართულებით მათ აქტივობას და მუშაობას საგარეო პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხთან დაკავშირებულ ქმედებებს.